ციტრუსის მოსავლის აღება დაბინავების პროცესი მიმდინარეობს ქობულეთში. მიმდინარე წელს სახელმწიფო სუბსიდია სამრეწველო გადამუშავების არასტანდარტულ მანდარინზე გასულ წელთან შედარებით 10 თეთრით არის გაზრდილი და 1 კილოზე 35 თეთრს შეადგენს. შესაბამისად, გადამუშავებისთვის განკუთვნილი მანდარინის ფასი 40 თეთრია, საიდანაც ფერმერებს 5 თეთრს საწარმო უხდის. აჭარაში საექსპორტო მანდარინს 20-ზე მეტი ციტრუსის მიმღებ დამხარისხებელი საწარმო, ხოლო არასტანდარტულ ნაყოფს ქობულეთის მუნიციპალიტეტში არსებული 2 გადამამუშავებელი ქარხანა იპარებს. ციტრუსის სეზონის შეუფერხებლად განხორციელების და რეალიზაციის ხელშეწყობის მიზნით აჭარაში ციტრუსის საკოორდინაციო შტაბიც მოქმედებს. შტაბი 1 თებერვლამდე იმუშავებს. მიმდინარე პროცესს გარემოს დაცვა და სოფლის მეურნეობის მინისტრი და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ერთად გაეცნენ. მიმდინარეობს აჭარაში ციტრუსის მოსავლის დაბინავება, ადგილზე გავეცადეთ პროცესს, მნიშვნელოვანი არის ის მხარდამჭერი პროგრამები, რომელსაც აჭარის მთავრობა ახორციელებს ერთობლივად კოორდინირებულად, რა თქმა უნდა, უზრუნველყოფთ, რომ მოსავალი იყოს ღირსეულად დაბინავებული, სწორად დაბინავებული, ჰქონდეს შესაბამისი მხარდაჭერა ხელისუფლებისგან. მოგეხსენებათ, რომ 28,000 ტონაზე მეტი არის უკვე ექსპორტზე გასული და სხვადასხვა ბაზრებზე წელს დამატებითი ინვესტიციები განხორციელდა ამ საწარმოების გადაიარაღების კუთხით და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ რეგიონში ციტრუსის დაბინავების პროცესი წარიმართოს შეუფერხებლად, ყველა ფერმერმა მიიღოს შესაბამისი გარანტირებული შემოსავლები ციტრუსის თველისგან. ჩვენი საწარმო აკეთებს როგორც ცოცხალი ხილის მიღებას და გადამუშავებას და ხარისხებას რეალიზაციას, ასევე ჩვენი ერთ-ერთი მთავარი მიმართულება გახლავთ ხილის ციტრუსის კონცენტრატების დამზადება. ციტრუსის კონცენტრატებზე ძალიან მჭიდროდ მუშაობთ აჭარის მთავრობასთან ერთად, იმიტომ რომ ეს ნაწილობრივ ფინანსდება. დღეს მდგომარეობით გადამუშავებული გვაქვს დაახლოებით 2700 ტონა არასტანდარტული ნაყოფი. პროცესი მიმდინარეობს შეუფერხებლად. ფერმერი ღებულობს 40 თეთრს, სადაც 35 თეთრი გახლავთ სახელმწიფოს მიერ გაღებული სუბსიდია.